ქართული ოცნების პროკურატურამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ძლიერი საქართველოს ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას 349 მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც ჯარიმასთან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ უნდა იმშილოს, თუმცა ჯერ უცნობია, რას მოითხოვს პროკურატურა, პატიმრობას თუ ჯარიმას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრალდების წარსადგენად დღეს გაბიტაშვილის უწყებაში იმყოფებოდა. ეს ვერანაირად ვერ შემაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რასაც გვია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მიტაცებული, არჩევნები არის მიტაცებული, ქვეყანა არის გადასარჩენი, ის კომისია არის ცირკი, რომელიც და არა მარტო ცირკი, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ჩვენ ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ სამხედროებს და დაღუპულ გმირებს. ამიტომ ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე, ვერავინ ვერ შემაცვლევინებს ამას ხმე. ჩვენი ქვეყანა საჭიროებს სწრაფ გადატვირთვას და მოთხოვნა რჩება ძალაში, ეს არის ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის, აი ახალგაზრდა ბიჭების განთავისუფლება, რომლებიც დღეს საპყრობილეში არიან. თია წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული ლელოს კიდევ ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც.